კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რადიო კომერსანტის თემა აგრძელებს თქვენს მუშაობას და ახლა ტრადიციული რუბრიკის დროც დადგა. საყოველთაო სამშაბათ დღეს ჩვენ გვაქვს რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, სადაც როგორც დასაწყისში აღნიშნე, ძალიან ბევრ თემას განვიხილოთ, გარდა მიმდინარე სიახლეებისა, შემეცნებითი ნაწილიც გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც თქვენ გაძლევთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უფლებები გაგაჩნიათ, როდესაც შედიხართ ესეთ ურთიერთობაში, მათ შორის იურიდიულ პირებთან, თქვენ როგორც ფიზიკური პირი და მოკლედ ამ თემების და შემეცნებითი ნაწილის გაგრძელება გვაქვს დღეს, რადგან ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, უფრო კონკრეტულად კი მომხმარებლის უფლებების დაცვა ელექტრონული კომერციის სფეროში. ეს არის სფერო, რომელიც დღითი დღე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება, ონლაინ ვაჭრობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება და შესაბამისად აქაც ძალიან ბევრი გამოწვევები ჩნდება, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, რომ კარგად გქონდეს გააზრებული რა უფლებები გაგვაჩნია ონლაინ ვაჭრობის დროს. სწორედ ამ თემას გავშლით დღეს ჩვენ სტუმართან ერთად სანდრო ალაფიშვილია, ჩვენს გადაცემის სტუმარი, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. სანდრო, მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა პირიქით. სანდრო, დავიწყოთ საუბარი, ეს ნაბიჯ რომ მივყვეთ, როგორ ხდება ელექტრონული კომერცია, რა უფლებები აქვს მომხმარებელს ელექტრონული კომერციის მიმართულებით, როდესაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, ბიზნესს ქმედებას ახორციელებს უშუალოდ იურიდიულ პირთან. კი ბატონო, ზოგადად მომხმარებლის უფლებების დაცვის, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედი, უპირველესი მომხმარებლის უფლება და მეორე მხრივ მოვაჭრის ვალდებულება არის ინფორმირება მომხმარებლის საქმიანობასთან ან მომსახურებასთან მიმართებით. და ძალიან მარტივი პრინციპია აქაც მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყველა ეს აუცილებელი ინფორმაცია, რაც საჭიროა ერთი მხრივ იმისთვის, რომ გარიგება სრულად შედგეს და მას მომხმარებელს სრული წარმოდგენა ჰქონდეს გარიგების შესახებ, ისევე როგორც უშუალოდ საქონლის თავისებურებები ან მახასიათებლები, რაც გასათვალისწინებელია მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, საკანონმდებლო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმა შემოიტანა ესეთი ახალი ინსტიტუტი, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება 14 დღის განმავლობაში დისტანციურად დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს 14 დღის განმავლობაში უარი თქვას უპირობოდ და დააბრუნოს ნივთი გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. გარდა ამისა, რაც მახასიათებელია დისტანციურად დადებული ხელშეკრულების დროს, ან ელექტრონული კომერციის დროს, არის ის, რომ უშუალოდ მომსახურებასთან დაკავშირებული, გარიგებასთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტების მიწოდება ხდება დისტანციურად და ამ ნაწილშიც კანონმდებელმა გარკვეული ვალდებულებები შემოიღო, მაგალითად ის რომ მომხმარებელს ხელშეკრულების პირობები უნდა გაეგზავნოს ელექტრონულად, უნდა მიეწოდოს ელექტრონულად, სრული შემთხვევაში შეიძლება გაეგზავნოს კიდეც. თუმცა სხვა კუთხით გარდა ამისა, ის რომ მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს გარანტიები, კანონისმიერი გარანტია რაც არის, ამის გარდა ეს თანაბრად ვრცელდება როგორც ადგილზე ვაჭრობის შემთხვევაში, ისე დისტანციური ვაჭრობის შემთხვევაშიც. კი ბატონო, აი სანდრო თქვენ აღნიშნეთ ონლაინ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მათ შორის ის 14 დღიანი ლუსტი, როდესაც შესაძლებელია რომ მომხმარებელმა უარით განაცხადოს პირველი და დააბრუნოს ნივთი და შემდეგ, თუმცა გამონაკლისებიც არის, რაც თქვენს ახსენეთ და ამაზეც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ფენელს, გარდა რა ნივთებისა ვრცელდება ეს კანონი, ანუ რომელი ნივთებია ისეთი, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს 14 დღის განმავლობაში უარის თქმა. კი ბატონო, ამის შესახებ ამომწურავი ჩამონათვალი არსებობს კანონში, ეს არის კანონის მე-13 მუხლში. თუმცა მე-14 მუხლში მოდის ვიხდით. აი ძირითადი მიმართულება. კი ბატონო, და ერთ-ერთი მაგალითი არის ჰიგიენური საქონელი, რომელიც გახსნის შემდგომაც მისი ჰიგიენური ლუკი დაირღვა და შემდგომში უკვე ან მალფუჭებადიც ხო? კი, მალფუჭებადიც, რომელიც შემდგომში უკვე სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის შეიძლება საშიში იყოს, ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაში, ან მაგალითად თუ კი საქონელი შეერწყა სხვა ნივთს, ამ შემთხვევაშიც ვრცელდება გამონაკლისები, თუმცა უფრო დეტალურად, როგორც აი მუხლში შეგვიძლია გავეცნოთ ამ ყველაფერს. კი ბატონო, აი ხა ჩვენ უფრო ხელშეკრულების ნაწილზე ვსაუბრობდით და ზოგადად თუ ხელშეკრულებით განხორციელდა ყველა ონლაინ ესეთი ტრანზაქცია ძალიან კარგი, მაგრამ არის შემთხვევები,
როდესაც ხელშეკრულების გარეშეც არის, ხო? მაგალითად, ბიზნეს სუბიექტსა და ფიზიკურ პირს შორის ურთიერთობები, რაღაც გაუშელება, რაღაც გაურკვევლგვერდი იყოს, მოკლედ რომ ეს რაღაც პროდუქციას ყიდის და არეკლამებს, მოხილავს ადამიანს, ეს ადამიანი მისგან იყიდის და აქ იწყება ხოლმე პრობლემების კორიანტელი, მოკლედ. შეიძლება საერთოდ ნივთი ვერ მიიღოს, ან მიიღოს დაზიანებული, ხელშეკრულება არ არის და ამავდროულად. აი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ არსებობდეს ხელშეკრულება ონლაინ ვაჭრობის პროცესში, მაინც კონკურენციის სააგენტოს თუ მიმართავს დაზარალებული კონკურენციის სააგენტოს აქვს თუ არა პერკეტები? კი ბატონო, ნამდვილად პრობლემურია ხოლმე ეს საკითხი. რეალურად, როდესაც მომხმარებელი დებს ყიდულობს საქონელს, ის უკვე გარიგებად კვალიფიცირდება სამართლებრივი კუთხით და უშუალოდ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ არის საჭირო. თუმცა კანონის ჩანაწერიდან გამომდინარე, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობა ვრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ ხელშეკრულებაზე, არამედ მის წინარე ეტაპებზეც. ეს ინფორმაციის მიწოდება სწორედ წინარე ეტაპია, ანუ წინასწარ უნდა მიეწოდოს ეს ყველაფერი მომხმარებელს და არა გარიგების დადების შემდგომ. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში არის ეგრეთ წოდებული მანიპულაციური ნიმუშების გამოყენება, ან ჟარგონს თუ ვიხმართ, dark pattern-ები, როდესაც ვებგვერდის ესა თუ ის დეტალი არის იმგვარ დიზაინის, კი ბატონო, რომ მომხმარებლის ემოციებზე გავლენა მოახდინოს ან შეცდომას შეიყვანოს. ამის მაგალითი ერთ-ერთი ჩვენ რაც გვქონდა არის ყალბი მომხმარებლის განხილვა საქონელთან დაკავშირებით. ანუ შეიძლება ხშირად შეგხვედრიათ, როდესაც გვერდის საქონელს უბრალოდ ქვემოთ აქვს მიწერილი რამდენმა შეფასება, რამდენმა მომხმარებელმა გამოიყენა, როგორ დადებით შეფასება აქვს და ასე შემდეგ. თუმცა ეს ხშირად გამოიყენება მანიპულაციისთვის, იმიტომ რომ სოციალური მექანიზმის გამოყენება არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მომხმარებელმა გარიგება დადოს და ამას თუ უარყოფითად გამოიყენებს, შემდგომში შეცდომაში შევიდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იყო ამგვარი ნიმუში დატანილი. უბრალოდ განსხვავება იყო ის, რომ როდესაც გვერდი განახლდებოდა, ეს ნიმუშები, ეს შეფასებები მუდმივად იცვლებოდა, ხან 96 მომხმარებელი აფასებდა, ხან 110 და ასე შემდეგ. ანუ ცვალებადი იყო ეს ყველაფერი მუდმივად. ნუ გარდა ამისა, ხშირია ესეთ შემთხვევები, როდესაც ამავე საქმეში მათ შორის ცნობილი კომპანიის ნაწარმის რეკლამირება ხდებოდა, ტექნიკის ნაწარმის, რომ თითქოს მომხმარებელი ამ საქონელს შეიძენდა, თუმცა რეალურად მომხმარებელმა, როდესაც შეიძენა საქონელი, მიიღო სრულიად განსხვავებული ნივთი და გარდა ამისა, ხშირი არის ასევე იმ ეფექტი შექმნა, რომ მომხმარებელი შანსს გაუშვებს. ანუ მაგალითისთვის უკუმთვლელი და ეგვიცით რომელსაც აქვს. კი ბატონო, რაოდენობის შესახებ მითითება და ეს ყველაფერი ამ საქმეში ის ყოველთხრივე დეტალი ერთად იყო. ანუ შესაბამისად ახლა ამ დროს მომხმარებელს რა თქმა უნდა ჩქარა იღებს გადაწყვეტილებას და დაუფიქრებლად და ინფორმირების ვალდებულების თავარი არსი სწორედ ის არის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალურად რაციონალურად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და არა ემოციების საფუძველზე. კი ბატონო, აი მაგაზე ანეკდოტივით იყო მართლა ერთ-ერთმა ადამიანმა დაპოსტა, ეხლა რა ის არის ხო, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ სავაჭრო საერთაშორისო პლატფორმა და იქ დავრეგისტრირდიო და 1 საათია ჯერ რაღაცებს ვიგებ პრიზმ. ეს მანიპულაციის სახეა ბუნებრივია. სანდრო, ასევე ამ მიმართულებას გავაგრძელოთ, მოდი ეს მიმართულება გავაგრძელოთ. აი ესეთი შემთხვევაც საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებელისთვის დარწმუნებული, იმიტომ ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ იქნება ონლაინ გვერდი, როგორც თქვით, რომ ძალიან ბევრი ონლაინ გვერდი იქნება პატარები და ასე შემდეგ, რომელიც თავის მხრივ იწერენ, შემდგომ აძლევენ, შემდგომ ყიდიან აქ ჩამოაქვთ ეს პროდუქტი. აი ესეთი შემთხვევა არის, წარმოვიდგინოთ, რომ ერთ-ერთი ესეთი გვერდი შეიქმნა, არსად რეგისტრირებული არ არის, სამწარო რეესტრში არსად არ არის. დააზარალა მომხმარებელი, ან პირობითად ნივთი შეუკვეთა და რაც რენდერზე სურათებზე იყო ლამაზად, ის საერთოდ არ იყო და ამ შემთხვევაშიც სხვა ნივთი მიიღო, რასაც ელოდა იმის რა ჩამოვიდა, რა გამოვიწერეს ამბავი და მეორე საერთოდ შეიძლება არც გადასცა ეს ნივთი და სხვა მანიპულაცია და ტყუილი იყო, რომ აი ხვალ მოგიტანზე და მიდის ეს თვეები და არაფერი არ. აი ამ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრირებული არ არის თავად ეს სუბიექტი და დაირღვა ამ დროს მომხმარებლის უფლებები. კონკურენციის აგენტო რას აკეთებს? ანუ შეიძლება რაც რეალურად ამ დროს ხო კონკურენციის აგენტო სხვა თანაბარ-პირობებში გამაფრთხილებლად იქ კომუნიკაციას ამყარებს თავად ამ ბიზნეს სუბიექტთან, რომ ეს გამოასწოროს, ხო ეს დარღვევა. როდესაც არ ვიცით ვინ არის, ამ შემთხვევაში რა ხდება?
ხო, ხშირია შემთხვევები, როდესაც არ რეგისტრირდებიან მეწარმეთა და არასამეწარმე იურიდიული პირების რეესტრში და ფიზიკური პირები ახორციელებენ კომერციულ საქმიანობას. ამ დროს არც ესეთი შემთხვევები ნამდვილად ხშირი არის ხოლმე და როდესაც ხდება ამ პირების იდენტიფიცირება, მაგალითად მომხმარებელი შემდგომ აიდენტიფიცირებს მას, ან სხვა გზებით ხდება მონაცემების მოპოვება. ამ შემთხვევაში უკვე საქმის შესწავლა, როდესაც მიმდინარეობს, ჩვეულებრივ გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დარღვევის დადასტურების შესახებ, რა დროსაც განისაზღვრებულა და რომ რა ვადაში უნდა გამოასწოროს ეს დარღვევები, თუ კი არ გამოასწორებს, შემდგომში უკვე სანქციას ითვალისწინებს, მინიმალური 600 ლარი, მაქსიმუმ წინაწლის ბრუნვის 2% და განმეორების შემთხვევაში ორმაგდება ეს ჯარიმა. ხო, და განსხვავება ამ ნაწილში, პროცედურულ ნაწილში არ არის ხოლმე რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს შორის, გულისხმობ იმას, რომ თუ კი ეს პირებიც მათ შორის თანამშრომლობენ ჩვენთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიხმაროთ და გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, ანუ მექანიზმი რაც აქვს სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმება ამ ნაწილში, ამ მექანიზმის საშუალებით გამოვასწოროთ და კანონით შესაბამისად მოვიყვანოთ ეს პირობები. კი ბატონო, იცით რა არის ხო? მან მართლაც საინტერესოა და გაგრძელება მექნება კითხვის პირობითად ერთმა ადამიანამაც რომ დარღვევაზე მოგმართოთ, ხო? კონკურენციის აგენტო ხო ესეც რო უთხრა ჩვენს მელს დარწმუნება მაინტერესებს, კონკურენციის აგენტო ხო მაშინვე იწყებს უშუალოდ ამასთან დაკავშირებით მოკვლევას. იმიტომ არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთი ადამიანი უჩიოდეს ეგეთ კომპანიას, არის შემთხვევები, როდესაც 100 ადამიანი წერდეს გაუჩერებლად, რომ გადავიხადოთ ფული ნივთი არ მომსვლია და ასე შემდეგ. ანუ რამე დიფერენციაცია არის თუ ჩვეულებრივ ერთ ადამიანსაც შეუძლია რომ ამაზეც დაიწყოს გამოძიება. ხო, კი ბატონო, მომართვის ნაწილში რამე შეზღუდვა არ არსებობს, უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ საქმის ინდივიდუალური შეფასებიდან გამომდინარე ხდება იმის გადაწყვეტა, დაიწყებს თუ არა სააგენტო საქმის შესწავლას, მათ შორის ერთი განცხადებული შემთხვევაშიც, თუ კი დარღვევას აქვს ის სახე, რომ თუნდაც გავლენა მოახდინოს პირთა ფართო ჯგუფზე და არა მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებელზე, ამ ნაწილში საქმის შესწავლას სააგენტო მაინც დაიწყებს და არ არის აუცილებელი, რომ რამდენიმე მომხმარებლის მომართვიანობა იყოს ერთობლივად. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც თუნდაც კომპეტენციას არ მიეკუთვნება სააგენტოსი და აქედან გამომდინარე საქმის შესწავლასაც ვერ ვიწყებთ. და ხდება შესაბამის უწყებაში გადაგზავნა, ან მომხმარებელს განემარტება, რომ ამ ნაწილში უნდა მიმართოს სასამართლოს. კი ბატონო, და სანდრო, აი ბოლოს მინდა რომ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, დაირღვა მათი უფლებები სხვადასხვა მიმართულებით, როგორ გიკავშირდებიან, რა ფორმით შეუძლიათ დაგიკავშირდნენ და თქვენ რა ვადებში ახორციელებთ მოკვლევას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. კი ბატონო. ყველაზე სწორი ალბათ იქნება, რომ ჯერ სატელეფონო გზით გაიწიოთ კონსულტაცია, 1520 არის ხელი ხაზის ნომერი, როდესაც დაარეკავენ და აღუწერენ ამ სიტუაციას, იღებენ შესაბამის კონსულტაციას, ღირს თუ არა სააგენტოში საქმის შემოტანა, გულისხმობ იმას, რომ კომპეტენციას განეკუთვნება თუ არა სააგენტოსი, ესა თუ ის სფერო. ამის შემდგომ სააგენტოს ვებგვერდზე არის განთავსებული განაცხადის ფორმა, რომელიც შეიძლება შეივსოს ელექტრონული ხელმოწერის გზით, ან თუ კი ასეთი საშუალება არ აქვს, მომხმარებელს შეუძლია გადმოიწეროს ფორმა, რომელიც სველი ხელმოწერით ივსება და თუ კი ელექტრონული საშუალებით ვერ ავსებს მომხმარებელი და ვერ აგზავნის, შეუძლია ადგილზეც მობრძანდეს და ადგილზე შეავსოს ეს ფორმა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ფორმის შევსება მოხდება და განცხადების შემოტანა, მაქსიმალურად ყველა ის ფაქტობრივი გარემოება აღიწეროს დეტალურად, ასევე ყველა მტკიცებულება, რომელიც მომხმარებლის ხელშია, მიმოწერა იქნება თუ მაგალითად საქონლის ფოტოსურათები, აუცილებლად თან დაერთოს დოკუმენტს, რათა სრულყოფილად და სრულყოფილად მოხდეს საქმის შესწავლა და შესაბამისად შედეგის დადგეს ის, რაც მომხმარებელს სურს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სანდრო ამდენის დეტალურად გაშლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად და მივაწოდეთ პროდუქტიული ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან მოხშირდა შემთხვევები უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მომხმარებლის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო სანდრო ალაფიშვილი, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. ტრადიციული რუბრიკა ჩვენი სამშაბათის კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა უკვე შემდეგ კვირამდე დაგვემშვიდობება.